საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღევანდელ დღეს 64-დან ადამის განდევნას იხსენებს. აღსანიშნავია, რომ ეკლესია 22 თებერვალს ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილების აღმოყვანებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება ტაძრის მღვდელმსახურმა იღუმენმა ილია თვალიაშვილმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ ღირსი მამა გაბრიელის ლუსკუმასთან წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ იღუმენმა ილია თვალიაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი, შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. დღეს წავიკითხეთ მათე სახარება, სადაც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ მოვედით ყოველი მაშრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ. აქ არის ის ნავსაყუდელი, სადაც ადამიანი იღებს ღვთისგან იმ წყალობას და მადლს და სიკეთეს. როგორიც არ უნდა მოვიდეს ადამიანი, როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს, როგორი დამძიმებულიც არ უნდა იყოს ცოდვისაგან ადამიანი, გვეუბნება უფალი, რომ მოდით ჩემთან ყოველი მაშრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებ თქვენ. თუ ჩვენ პოულობთ და გვინდა რომ განსვენება პოვოთ და ღვთიური მადლი მივიღოთ და ვითხოვთ შენდობას, ასევე უნდა მივანიჭოთ იმ ადამიანს სულიერი სიმშვიდე, რომ მივცეთ შენდობა. თქვენ იცით, დღეს გახლავთ ჩვენი უდიდესი წმინდანის მამა გაბრიელის ხსენების დღე გახლავთ დღეს. მისი ნაწილთა აღმოყვანების დღე არის დღეს და ბევრი ადამიანი მოესწრო მასთან ერთად ცხოვრებას. ბევრმა ადამიანმა იცის, როგორ ღვაწლში იყო, როგორ ცხოვრობდა მამა გაბრიელი, როგორ უყვარდა მოყვასი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოყვასი და ადამიანის სიყვარული. ცნება, როგორც უფალმა დაგვიტოვა, ცნება და გვითხრა, რომ შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი, ეს არის ყველაზე დიდი მცნება. უფალი ხო ბრძანებს, რომ მოეკითხებიან უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, რა იქნა, რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროო და უფალი ეუბნება, რომ როგორ აღმოგიკითხავსო, რა არის უმთავრესი მცნებაო და შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენი, ყოვლითა სულითა შენითა. და მსგავსი ამისი მცნება არის შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. არა რომელიმე რიგითობას კი არ ასახელებს უფალი, ან ამის შემდგომი, ან პირველი, ან მეორე, არა, გვეუბნება, რომ მსგავსი ამისი მცნება არის შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. და ეს მცნება აღასრულა მამა გაბრიელმა. მან შეიყვარა უფალი ღმერთი ყოვლითა გონებითა, ყოვლითა ძალითა, ყოვლითა სულითა და მოყვასი ვითარცა თავითვისი. საოცარი დიდი განსაცდელი გამოიარა მამა გაბრიელმა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უბრალო მოკვდავებისთვის ძალიან შეუძლებელია ადამიანმა იგივე ღვაწლი იტვირთოს და თუნდაც მცირედიც დაითმინოს, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დიდ ადამიანებს, ასეთ დიდ წმინდანებს მიუბაძოთ და მიუბაძოთ იმით, რომ თუნდაც შეიძლება არ დავითმინოთ ამდენი, მაგრამ ადამიანის მიერ, ჩვენს მიერ მოყენებულ შეცოდების შემდგომ მათ მივცეთ შენდობა. ღმერთმა მოგცეთ ამის ძალა, რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა, შენდობის ძალა მოგცეთ, რომ შეუნდოთ ერთმანეთს და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც აი ესე ცოდვა შენდობილები, როდესაც დადგება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, ცოდვა შენდობილები გავიდეთ ამ ქვეყნიდან და ღმერთმაც განაწესოს სული ჩვენი, სადაცა მართანი განისვენებენ. ღმერთმა დააგლოცოთ. ტაძარში შეკრებილები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, სრულიად საქართველოს, ჩემს პატრიარქს მიულოცავ დღევანდელ დღეს, უსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ის ჩემი შვილის ნათლი არის და მრავალს დაესწარით, შეგეწიოთ დღევანდელი დღის ძალი და მადლი.
სრულიად საქართველოს ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, მეუფე შიოს, დედა ქეთევანს ულოცავ მამა გაბრიელის ხსენების დღეს. მამა გაბრიელის ლოცვით ღმერთმა გაამთლიანოს ჩვენი საქართველო. ვიცით რომ მამა გაბრიელი ძალიან წუხდა ქართველების წასვლაზე საქართველოდან. ღმერთმა ინებოს რომ მამა გაბრიელის ლოცვით ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. მოგმადლოს ღმერთმა სიმდაბლე, სიყვარული და უბრალოება. გილოცავთ ყველას. ყველას გილოცავთ ღირსი მამა გაბრიელის ხსენებას. განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ულოცავ ჩვენს პატრიარქს და ყველა წმინდა სინოდის წევრს და დღეგრძელობას ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, მეუფე შიოს, ამ ტაძრის წინამძღვარს დედა ქეთევანს ულოცავ წმინდა გაბრიელის დღესასწაულს. წმინდა გაბრიელი ძალიან დიდი წმინდანია. ყველას ულოცავ და ყველა დაიფაროს მამა გაბრიელმა. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და ასევე ულოცავ ჩემს პატრიარქს დღევანდელ დღეს და ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი ყველა ადამიანში ღვთიურ საწყისს ეძებდა. დრო დიდი წყალობაა ღვთისგან, დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს და ამავე დროს წარწყმდეს კიდეც, ამბობდა წმინდანი. თავად კი უფლისგან ბოძებულ დროს ყოველთვის მის სადიდებლად იყენებდა. ის ყველას სინანულისკენ მოუწოდებდა და ქადაგებდა, რომ გულით სინანული ყოველთვის მეტია ცრემლით სინანულზე. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არქიმანდრიტი გაბრიელი ურგებაძე წმინდანად შეირაცხა და მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი ეწოდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდანის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ 2 ნოემბერს წმინდანის გარდაცვალების დღეს და 22 თებერვალს წმინდანის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს.